ბატონო, ყველაზე ხშირად რა გართულებები მოსდევს ნარკოდამოკიდებულებას, დაავადებებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას გულისხმობ? ამ წუთას ყველაზე სერიოზული პრობლემები არის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ანუ ფსიქიკური აშლილობები, ეს არის დეპრესია, ეს არის ფსიქოზები, ეს არის უმძიმესი დეპრესიები, ეს არის პარანოია, ეს არის ფსიქოზები და პლუს ამას ემატება, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიც არის HIV, C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, ინფექციური დაავადებები, სექსუალურად გადამდები დაავადებები, სექსუალური უძლურობა და უამრავი რამე, იმპოტენცია, ქალებში შობადობის შემცირება და ანუ ესეთი გოგოებში ასე ვთქვათ და ბევრი პრობლემები, რაც მე ეს უკვე ერთმანეთს ედება, მაგრამ ყველაზე სერიოზული პრობლემა ეხლა რაც დგას და ჩვენ რაც გვიდგას, ეს არის ზედოზირება, რაც არის ყველაზე სერიოზული პრობლემა და ზუსტად აი ამ მომხმარებლებში, რომლებიც არ თვლიან, რომ ეს რამეს ზიანს მოიტანს, იმიტომ რომ იმათმა არ იციან რას მოიხმარენ, ეს არის ქუჩაში ამოთხრილი ნარკოტიკი, ეს არის დარკნეტში ნაყიდი ნარკოტიკი, ზედოზირება რაც არის ყველაზე სერიოზული პრობლემა და უმძიმეს შედეგებთან მივდივართ საბოლოოდ. ეს არის მენტალური ჯანმრთელობა, რომელიც წლებია უჭირდება გამოსწორება და ამას მერე უკვე ბუკეტად მოსდევს უამრავი სხვა რაღაც. შეიძლება არასწორი კითხვა ეხლა, მაგრამ ნებისმიერი ნარკოტიკი შეიძლება ამის მიზეზი გახდეს? ეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებზეა ლაპარაკი, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია, ყველაზე გავრცელებულია და ითვლება ეგრეთ წოდებულ ვითომ უსაფრთხო ნარკოტიკებად რა.